მოგესალმებით ყველას. ბედნიერი დასაწყისი ყოფილიყოს გილოცავთ ახალ წელიწადს. ყოფილიყოს ბედნიერი ზამთარი, ბედნიერი წელიწადი, სიკეთის ნამტანი. ასევე დიდი მადლობა ჩვენი მაყურებლებს, ვინც რომ ხედავენ ამ ჩვენ გაკვეთილებს, ვინც რომ აფცელებენ ამ გაკვეთილებს და ერთმანეთს უგზავნით, ვიცი რომ ძალიან დიდი ხალხი, დიდი რაოდენობა ღებულობს ამ ჩვენ გაკვეთილებს. და მინდა რომ დღევანდელი გადაცემა იყოს ერთად გაერთიანებულად რაღაცნაირად აუხსნა მარტო ყოლმის დასაწყისის მთელი ამბავი რაც რომ მოხდა ეს არის ბერეშითი და ნოახის პარაშა გაერთიანებულად იქნება დღეს გადაცემა. როგორც მოგახსენეთ ბერეშითი და ნოახი მინდა რომ გადავამბა ერთმანეთ და დასაწყისით ასე ვიტყოდით ჩვენ რომ აუხსნათ ვინ იყო ადამი პირველი ადამი და აუხსნათ ვინ იყო ნოახი ჩვენ ძალიან შორ წაგვიყვანს ეს ამბავი ძალიან გვიადვილდება, თუმცა სეფერთორას რომ ვკითხულობთ და ხედავთ რომ გამჩენი ავალებს ადამს ხიდან ჭამ ხეს შეჭამ ეცადაყატო ვარაღ ლოთო ხელმიმენო შეჭამ ხიდან და ჩვენ გვიკვირს რომ როგორ კაცო გადაცდა ადამ არის შონი პირველი კაცი ღმერთის შექმნილი და მან კი ჭამა იმ ნაყოფიდან და ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან გასაკვირველი საკითხია. როცა ვკითხულობთ ნოახის ამბავს და ისტორიას და რაბების კამათებს რომ ნოახი თუ იყო მარტო მის თაობაში ღირსეულად ითვლებოდა თუ როგორ ფილიყო სხვა თაობებშიც მაშინაც გამოჩნდებოდა ეს ყველაფერი ჩვენ თაობაში როცა დაშორებულები ვართ ადამ არიშონიდან 5792 წლით იმ ამბავთან რაც რომ ხდა ადამთან დაკავშირებით და როცა ნოახიდან ჩვენც უკვე და დაშორებულები ვართ ერთი 4000 წელზე მეტად და ამას რომ ხედავ და ვკითხულობ გვიკვირს რა მოხდა რა იყო იქ მაგრამ ჩვენთვის არის გასაგები ეს სიტყვები რასაც ერამს რამბანი რაბი მოშე ბარნახმანი და ვისაც გიდათ შეგიძლიათ ნახოთ შიგნით ბერეშითის აკდამა წინა სიტყვაობაში როგორ სნის და წერავს ადამ არიშონზე და იმ თაობებზე ჩვენ ვერასოდეს დღევანდელი ხალხი ამ ეპოქაში მაცხოვრებლები ამ ჩვენ არემარეში გადამხედველები დღევანდელი სიტუაციების არ შეგვიძლია და არ გვაქვს ამის საშუალება არ სულიერი ძალა იმდენი ცოდნა იმდენი სიღრმე იმდენი განათლება რომ ჩვენ გავაშუქოთ გავიგოთ ვინ იყო ეს ხალხი ვაფშე რომ მევეკაროთ ამ ადამიანებს და მათი თავგადასავალი შევისწავლოთ და ვიცოდეთ და დაუკვირდეთ და ჩავღმავდეთ შიგნიდან შევიდეთ ვერ გავიგებთ ვერასოდეს ჩემთვის საკმარისია ის სიტყვები რაც რომ ჩემ ჯამააცას მოახსენე არის გემარა თალმუდში მასხელ ბაბა ბათრაში 58 წელზე წერავს თალმუდი გზარდებოდნენ დიდი რაბები რომლებიც დიდ საქმეს აკეთებდნენ ყოველ თაობაში მათ შორის გემარას მოყავს თალმუდს რიბი ბანაჰა ასე ერქვა სახელად ძირდებული პიროვნება რომელიც რომ დანიშნული იყო რაბებიდან გამოყვეს სპეციალურად ეს დიდი სოდნე ადამიანი უნდა ყოფილიყო ხლა სოდნეც და უნდა ყოფილიყო კადოში წმინდანი არნახული რომ ამ საქმესთან ხელი მეეკიდებინა რაბებს უნდათ რომ გემე იყოთ ადამიანი რომელიც რომ საფლავებში შევიდოდა ყველგან სადაც რომ საეჭვოდ საფლავი არის და ვინმე არის დასაფლავებული და ის ადგილები ყველაფერი დენიშნა დეხაზა იმისათვის რომ იქ იმ კუთხეში იმ სიცეში იმ ადგილზე ქოენს არ გიარა და ყველა ვიცით რომ ქოენისთვის აკრძალული არის სადაც რომ საფლავი არის ზეიდანაც რომ ვაფშე როგორც კარავი რომ გედეეფაროს საფლავს ესეც აკრძალულია მისი ხელი გაიშვიროს სადაც რომ საფლავი არის და სადაც რომ დაკრძალულია მიცვალებული მისთვის აკრძალულია იქ შესვლა იმ კუთხეში სადაც რომ შენებლობაში ჭერის ქვეშ მიცვალებული მკვდარი დაკრძალულია ან დაბძანებულია იქ არ შეიძლება რომ ქოენმა შეიაროს იმ კუთხეში რაბებს იმისათვის რომ ქოენები გეფრთხილებინათ დანიშნეს რიბიაბა რომ საფლავები ენახა ყველგან და შესულიყო ყველა ტერიტორიაში და ყველა ადგილი გეპრავერკებინა კარგად და ენახა სად იყო დასაფლავებული ვინ და დეხაზა ის ადგილი გარეთ მერე ფისით სიდით და მერე კი დააწერავდნენ იქ რომ აი აქ არის საფლავი ქოენს არ შეესრულება და თამურურ აზარა ესე იგი ნიშანი გამაფრთხილებელი ჩაიარა ამ დიდმა რაბიმ ბევრი საფლავები
გააправერგა, ბევრი ადგილი კი აღნიშნა, ბევრ ადგილზე კი აფიშები გააკრა, წერავს თალმუდი, რომ მოდის ხებრონში, სადაც არის დასაფლავებული ადამ არიშონი, ხავა, აბრამი, იცხაკი, იქ არის იაკობი, ლეა, რივკა, სარა დედაჩვენი, ეს ყველანი ერთად და იმ ადგილზე შემოდის ეს დიდი რაბინი. გადახედა აბრამ აბინუს საფლავს, გაზომა, იცხაკ აბინუს საფლავს, გაზომა, იაკობის საფლავს და ლეას საფლავს, გაზომა ყველაფერი, მოინდომა შესვლა ადამთან. ენახა ადამის ადგილი, კუთხე, რამდენ ადგილს იკებდა ის ადგილი, იმისათვის რომ დეეხაზა ზემოთ, გამოქვაბილი ზემოთ, რომ იმ ტერიტორიაში ხალხს არ გეარა, გოენებს. გამოვიდა ხმა და ეუნება, ასეთი სიტყვით, ეუნება აძახებს რაბიბანას. არ არის საკმარისი შენთვის შვილო, ჩემი მსგავსი დამაგვარი, რომ ყავს ნახული იაკობიო, რომელიც ჩემი დამაგვარი არისო, შენ გინდა რომ მე შემხედო? მე ვერ ვნახავ. ადამ არიშონს ვერ ნახავდა. დადგინა თალმუდმა იქ, იმარა წერავს იქ. სილამაზე იაკობ აბინუსიო, შედარებითაო, ადამ არიშონის სილამაზესთანაო მივიდოდა. როგორც შეგიძლია შეადარო მაიმუნის სილამაზეო, ადამიანთანაო. სად მაიმუნი, სად ადამიანი, სად იაკობის სილამაზე და სად ადამ არიშონისაო. და სილამაზე ადამ არიშონისაო, შედარებით გამჩენთანაო, მსგავსიერობასთანაო. როგორც მაიმუნი შეადარო ადამიანსაო, სად ადამი, სად გამჩენი ღმერთი. დადგინა იგემარამ კიდე სილამაზეო, ხავასი, ხავა, ამ ხელად ბრძანდებოდა, რომ შეადარო სარა ხავასაო, ქეკოფ ბიფნე ადამ. ერთა იგივე სიტყვები, როგორც მაიმუნი შეადარო ადამიანსაო. ხავა სილამაზეო, შეადარო ადამიანსაო, ისიც მიაგავდა, რომ შეაჯამო და ამსგავსო, გინდებოდეს ადამიანს, რომ თქვა რომ მიაგავს მაიმუნი ადამიანსაო. თუმცა ადამის ტანიდან იყო ხავა ოპერაციით გამოყვანილი, გაჩენილი. ადამის სილამაზე მაინც ბევრწილად ჯობდაო ხავა სილამაზესაო. შესაძლებლობა. დაიძახა რაბიბანამ, ამ სიტყვებით ამბობს გემარა. მაინც გადავხედეო ადამ არიშონის ფეხის კოჭებსაო. და ადამ არიშონის პირველი კაცის ფეხის კოჭებმა ისეთი შუქი გამოვიდა სიცხინვალეო, მზის ბორბალს ჩააქრობდა მისი სილამაზითაო, ისეთი სიცხინვალე გამოდიოდაო. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ადამ არიშონზე? მე რა შემიძლია გითხრათ ადამიანზე? ან ნოახზე, როგორ შეგვიძლია ვილაპარაკოთ? სეფერტორა, რომელიც რომ გვიწერავს ნოახზე, ნოახ იშ ცადიკ თამინ აია ბედოროთავ, კაცი, ცადიკი, სრული ზამდებოდა მის თაობებში. რამდენზე გვიწერია თორაში, რომ სრული იყო, შემთელებული იყო, 100%-იანი იყო. სად არის? ნოახზე გიწერიათ ესე. აბრამ აბინუ მარტო როცა დამილავდა, ეს არის 99 წელში ზამდება მამაჩვენი აბრაამი. გამჩენი ეუნება, ითალეხ ლეფანაი ვეჰეიეთ ამინ. გინდა რომ იარო ჩემ წინაშე შვილო? გინდა რომ სრულიადად იყო შემთელებული? დამილავდი, მოინათლე შენი თავი, ითალეხ ლეფანაი ვეჰეიეთ ამინ. თამინთიე იმას შემელოკეხა, სრულიადად კაცი რომ გამჩენს ეკუთვნოდე, ეს დავალებაა ჩვენი თორაში, რომ იმჯერო ადამიანო, მაგრამ რამდენზე იმოწმა თორამ რომ ზანდებოდნენ სრულიადად შემთელებულები თემიმინ ბოლომდე იყვნენ გამჩენთან. აი ნოახი, აი აბრამი, იაკობზე წერია თორაში, იშ თამ სრული კაცი ზანდებოდა, თამიმ ბოლომდე შემთელებული. ეს სიტყვა მაგარია რომ ინახოს ვინმეზე და ჩვენ მოვდივარ და გვინდა რომ გავასამართლოთ, ვისწავლოთ ადამის ნამოქმედარი, ნოახის ნამოქმედარი, ძალიან შორ წამივიღას ეს ამბავი. ამასაც კიდე ვიტყოდი,
ამ პარაშებთან დაკავშირებით, რომელიც არის ორმის გაჩენის პერიოდი და პირველი წლები და პირველი 1000-ეული და მეორე 1000-ეული მსოფლიოსი, სადაც რომ გამჩენი ელაპარაკებოდა ამ ხალხს. ჩვენ ადამარიშონის დარგაზე მივართ, პირდაპირ გამჩენს ელაპარაკებოდნენ ადამი და ხავა. ნოახი გამჩენთან ლაპარაკობდა, სადა ვარ ჩვენ? დაუკვირდით ამასაც და აქედან დავიწყებდი დღევანდელ ჩვენ დიბეტორას და ცოტა მინდა რომ მაინც ახსნით, მაინც ავსნათ, რასაც შევძლებთ, ბარუხ ჰაშემ, შეგვაძლებინოს გამჩენმა, რასაც მივახცევთ, გავიგებთ, ცოტა ხანი გვაქვს დიდ როც არა გვაქვს მაინც, ასე რომ გამჩენი შეგვეციოს. ადამ არიშონმა, როცა რომ ხალმა, ხავამ, რომელიც რომ გამჩენმა ადამ არიშონს გაუჩინა. და ეს ვიცოდეთ. ადამ არიშონი აკადოშ ბარუხუმ გამსადა მტვერიდან მიწიდან, მაგრამ 60-ში გამჩენს ადამი არ გაუჩენია. ადამი გაჩნდა ამ ქვეყნად, ამ მიწაზე, ამ კუთხეში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ერეთში, იერუშალაიმიდან, სამწირველოს ადგილიდან, სადაც რომ ბოლოში შელომო ამელეხმა სამწირველო დადგა გამჩენის, ტაძარი აუშენა გამჩენს. ადამ არიშონი მტვერიდან, იმ კუთხედან გამჩენმა მოკრიფა მისი მტვერი. პარასკევი დღე არის პირველი მსოფლიოსი, რომ პირველსაც, დღის პირველსაც გამჩენმა ადამის მტვერი მოხიკა მსოფლიოდან. მეორესაც კი გიბელო წალი დაასხა. მესამესაც კი მოზელილი ტანი, რომელიც მოიზილებოდა, გადააკრა ზეიდან ტყავი თუ რაც იყო ადამის მაშინდელი სხეული. მეოთხესაც კი გამჩენმა ჩაბერა მასული ადამს. მეხუთესაც კი ადამი ფეხზე წამოდგა. მეექვსსაც კი გამჩენმა უკვე 60-ში შეიყვანა ადამი. მეშვიდესაც კი ადამ არიშონი და მისი მეუღლე, როგორც წერავს თალმუდი, სასწაულობა, მაგრამ ასე იყო, ცოდო არ იყო ქვეყანაზე და შვილის გაჩენას 9 თვე არ უნდებოდა ქალი, უცმირა კაბოთ, მაგრამ ორი ავიდნენ საწოლზე, საწოლიდან 4 ჩამოვიდა. ავიდნენ ადამი და ხავა, ჩამოვიდნენ ადამი ხავა, კაინი და ეველი, შვილებთან ერთად ჩამოდიან. მერვესაც კი გამჩენი ავალებს არ ჭამოთ ხიდან. მეცხრესაც კი ადამა შეწოდა უკვე, ხავამ შეაწოდა. მეათესაც კი გამჩენი ეცხადება, ადამი თავს იმართლებს. მე-11-საც კი ადამ არიშონი სამართლდება გამჩენთან. დღის მე-12-საც სანამ დაღამდებოდეს, შაბათი შემოგზანდებოდეს, ადამ არიშონს თავის ცოდო ეპატია. ყველაფერი შეგიძლიათ მიდრაშებში ნახოთ, თალმუდი, გემარა სანედრინში, 38% მეორე გვერდი, მიდრაშ რაბატან ხუმა, ილამდენუ, ყველგან არის მოჭედილი, არის მოფენილი მიდრაშების აზრებით, აგერ დაგილაგეთ ყველა საათები, როგორც იყო წყობა და ადამ არიშონის მთელი ისტორია. მაშასადამე გამოჩნდა აქედან რომ გამჩენმა ღმერთმა ადამი შეიყვანა 60-ში. შეიყვანა თუ არა მე-6 საათზე, უკვე გაუჩინა, ჩააძინა ადამი. გაუჩინა მას მისი ცოლი თავის ტანიდან გამოუყვანა ადამიანს. როგორც არის ოპერაცია გაუკეთა გამჩენმა. ეს ქალი შევთერებულად მოუყვანა. და მაშინ მოხდა რომ იცხოვრენ, დაეყოლა მათ შვილები, როგორც რომ თქვი, და მერე მოდის შემდეგში ის თელი ცოდო და ისტორია რაც რომ ვიცით კარგად. გამჩენი ეკითხება ადამიანს, სოდის შემდეგ ადამი იმალება სულთან ერთად შიგნით ბაღში, შემოიარა გამჩენმა და ადამიანს ეკითხება, ადამ აიეკან, ადამ სადახარ შენ? ადამ არიშონი შერცხვენილი, სოდის გამო, თვალები გეხსნა, გაიგო სოდის გემო, იეცერი ჩაუჯდა ტანში. მანამდე იეცერი გარეთ იყო. იეცერ არა კი, ნახაშაკადმონი, სატანი,
რომელიც არის სამეხვემი შემამჯდარი ნახაშზე ეგრეთ გადაასწინა გადაიყვანა ჭკუიდან ქალი და ქალმა შეაცდინა ქმარიც და ამათმა ცოდო შაიდინენ ნახაშმა ქალი ქალმა ქმარი და გამჩენით ცხადება ადამს ადამა ეკა სადახარ ადამო სადახარ შვილო რა ადგილზედ გახარ რა დონეზე თუ იცი გამჩენს ეუნება პასუხობს ადამი შენი ხმა მოვისწინე რომ შემოიარე ბახშაში შემეშინდა მე და რადგანაც რომ ტიტველი ვარ გავტიტვდი გავიგე რომ ტიტველი ვარ წესიერად ვერ გემსახურე დავალებაზე გადავიარეთ ზნობა ჩამიჯდა იეცერის გავიგე რომ ჩვენ შევწოდეთ დავიმალე შენ შიშიდანაო გამჩენი ეკითხება ადამს ამინაყეც აშერცივიტი ხა ლებირთიე ხოლ მიმენო ახალთა ხიდან რომელზეც რომ დაგავალე შენ დაგავედრე რომელ ხიდან არ გეჭამა ნუ იმ ხიდან შეშჭამე შენ ადამი პასუხობს და გამჩენს მოახსენებს ამ სიტყვებით ჩემი ბრალი არ არის უფალო აიშა აშერ ნათათა იმადი მე კი არ გამიკეთებია ცოდო მე კი გადამაცდინაო გადამჩქა იმ ქალმა რომელიც რომ ჩემთან ერთად სამოთხეში გამიჩინეს ქალიმეო მე თუ გარეთ ვარ გაჩენილიო ეს ქალი კი შიგნით სამოთხეში ხო გაჩნდა ჩემთანიდანაო ჩემზე მეტი წმინდანი ხო უნდა იყოსო მე მეგონა რომ მას მეტად ევალებოდა რა შეიძლებოდა და რა არა მაგრამ მან მოვიდა მამაწვდინა მამართვა და კი მაჭამა გადამაცდინა ახალთი კი შევჭამე ზანის მიდრაში ადამი მოახსენებს გამჩენს ორ რაღაცას ერთი რომ ჩემი ბრალი არ არის ეს სოდვა ქალმა რომელიც შენ მომიყვანე იმან შემაცდინა რისთვის მომიყვანე ეს მეკთხოვე შენ გინდოდა ალბათ გეგმა ჰქონდა შემეცოდა ამიტომ მომიყვანე ეს მეორე ადამი ამბობს შევჭამე და კიდე შევჭამ ვისარგებლე და კიდე ვისარგებლე მაგარი არის გაგება როგორ ადამი გამჩეს უბედავს ამდენს ჭამე და კიდე შევჭამო აქ მაგონდება მიდრაშის სიტყვებიც ჯერერთი აქედან ვსწავლობთ ადამ არიშონი ის პირველი კაცი რომელმაც შესწოდა და მას მონანიებობდა გეკეთებინა შევცდი ღმერთო მაპატიე ადამი ბრალსადებს გამჩენს რატომ ამიყვანე ეს რატო გამიჩინე მეგობრად ეს რატო დამიწვილე ჩემი ცოლი ცოლად მომიყვანე და მან გადამაცდინა ერთი მეორე ბედავს და ამბობს შევჭამე და კიდე შევჭამ ვისარგებლე და კიდე ვისარგებლე ეს როგორი სიტყვებია გამაგებინეთ რა ხდება მაგონდება მიდრაში ანგელოზები ეუნება გამჩენსაო რა გინდა ადამი და რა შეცოდა ადამაო ანგელოზებიც პირდაღებულები გამჩეს ეკითხებიან რა სედები ამას ამ გაჩენიც რა გააკეთა რა შეცოდა რა ხდება გამაგებინეთ ანგელოზების გაგებით სოდოთ ვარ ჩატარებული აბა რა ცოდო იყო იქ ადამიანის გაგებით სოდოთ ვარ გაუკეთებია და ამბობს კადრულობს შევჭამე და კიდე შევჭამ ვისარგებლე და ვისარგებლე ვთოხლე კიდე ვჭამ კიდე ვთოხლა რა ხდება გამაგებინეთ კიდევ ამბობ ძალიან ღმა საკითხებია შაშან მე გადაცემაში ეს აგიხსენით ჯამად ნო ვინ ჩვენში იყურებს ამ გაკვეთილებს ისმენთ და უცკერთ იქ ნახავთ საინტერესოდ არის ზალაკადოშის სიტყვები მოვიყვანე რომელიც რომ მთელი ეს ამბავი ახსენი
ძალიან ღმათ მე მარტო მოკლედ გეტყვით შეგახსენებთ ადამ არიშონს თუ დავუკვირდებით თორაში კარგად ვინც თორას სწავლობს ღმათ სიღრმეშია ჩამწვდარი ნახავთ გამჩენიდან როცა ევალება ადამს ამ ხეზე იქ წერია ასეთ სიტყვებით გამჩენიეულება მიქოლ ეცაგან ახოლ თოხელ ყველა ხისაგან რომელიც არის ბახშაში ჭამი ჩეჭამ მაგრამ ხისა დაყათისაგან ამ ხისაგან რომელსაც ქვია ადაყათ იცოდე ამ ხიდან ვერ შეჭამ თორაში ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვა არ წერია ხიდან იმინა ხედან თვითონ ხეს ვერ შეჭამო ხა მე თქვენ მანახეთ ადამა თუ შეჭამა ჭამა ხე არ უჭამია ხე რა ჭამა ადამა ნაყოფი ხის აბა ადამის სოდო რა იყო აქ მოვიყვანეთ მიდრაშის სიტყვები რომელიც რაშის მოყავს გამჩენმა როცა უბრძანა დედამიწას ამოაფუზე შენდან ამოიზარდო შესაგან მდელო ბალახი ხე რომელსაც რომ გემოექნება ნაყოფის დადამატებით ნაყოფიც კიდევ მოიბა სიმხემ სეპერტოლაში ღმათ ვინც სწავლობთ კითხულობთ ბევრი სიტყვები წერია იქ ბევრი სიღრმეა შიგნით დელო ამოვიდეს ჩვენ შორიდან ხედავ ზოგჯერ თა არის სავსე მდელოთი როგორი ჯიში არ არის არ ვიცი შორიდან ხედავთ მარტო სიმწვანეს მაგრამ ის შეიძლება ბალახი იყოს ის შეიძლება სხვა რაღაცა მოიზარდოს რომელიც რომ გაძევს ერთ ფერს გაძევს გადაფარებულ კუთხეს სიცეს მაგრამ ამას ქვია ამას უძახის სწორად დეშე რომელიც საერთო სახეა მერე მოდის ესე იმინა ყველა ჯიში თავი ჯიშად რომ მოიზარდოს ყველანაირი ბალახეული ამ გვარის იმ გვარის დაარსებობს ასობით სხვადასხვანაირი ბალახეულობა მსოფლიოში მერე გამჩენიეულება მიწას ამოვიდე შენსაგან ხე რომელსაც რომ გემოექნება ნაყოფის და თან ნაყოფიც ამოიბას რომელიც იქნება გემრიელი როგორც ხე მაგრამ თუ დაუკვირდებით დედამიწის ნამოქმედას დედამიწამ კი ცოტა შეცვალა იქ წერია თორაში დამოფუზდა მიწიდან ყოველი ხე ნაყოფიანი ამოვიდა მაგრამ ხე ნაყოფის გებოთი მიწამ არ მიცა მიწამ დაიძახავდა თქვა მიდრაში წერია რაშიც მოყავს ადგილზე მე რომ ხე მისცე გემრიელი და ხალხმა ხეების ჭამა დაიწყოს როგორც ნაყოფს ჭამენ მაშინ რა მოხდება რომ ეს ხები წლიდან წლამდე მოისპობა ხალხი შეჭამს დაირგება ახალი ხე და მე მომხლიან წლიდან წლამდე რომ ახალ ხებ დარგავენ მიწას დათოხნიან დამუშავებენ მორწყავენ და მე ამ ამბავში დავიღლები გაუწევდა ეს მიწას პირთად იძნო და რა მიცა მიწამ ხე რომელსაც ნაყოფი ქონდა მაგრამ თვითონ ხეს ვერ ჭამდი შასადა მე გამჩენი როცა რომ ავალებს ადამს ნუ შეშამ ხეს რომელიც არის დაყათის ხე ადამი გამჩენს ეუნება მეო ხე არ მიჭამიაო დამავალი ხე არ ჭამა არ მიჭამია ხეო ჭამე ნაყოფი ნაყოფზე დავალებული მე არა ვარ ჭამე და კიდე შევშამ იმიტომ ამაზე არ იყო დავალება ესე იგი ადამის სიტყვები ჭამე და კიდე შევშამ ეს არ არის იმ გაგებით რომ რასაბარაკო მე გადამვლელი ვარ შენი არ მჯერა არა ადამი ამობს ამას თავის დახრით ბოდიში უფალო ღმერთო ყოლვის ბატონო მაგრამ რაც დამავალე შევასრულე მაგრამ რაც ვჭამე კიდე შევშამ
ცოდო არ ჩამიდენია მე ამას არის ანგელოზები გამჩენეუნებიან რა გინდა ადამიანაო შენ დავალება მიეცი ხე არ ჭამოსო მაგას ხე არ უჭამიაო რა ჭამა ნაყოფი ხის გამჩენეუნება ადამიანს მიწას რომ ჩემი მესმინა და მეცა ხე ნაყოფის გემოთი და იმ ხეზე მისი ნაყოფი გამობული მაშინ ჩემი დავალება რაზე იყო ხეზე ცალკე და ნაყოფზე არაფერს არ გეტყოდი როცა მიწამ შეცვალა და მიწამ კი ხეთ მიწა გემომას არ გააჩნია ეს არის ხე მარტო უგემური ხე და ნაყოფია გემრიელი მაშა სადამე ჩემი ბრძანება გადასულია ნაყოფზე ადამიანება შენ კი გადაიტანე შენი ბრძანება ნაყოფზე ჩემთვის მაგარ გითქვია აი აქ არის გაუგებრობასავით და ამიტომ ადამარიშონი გამჩენს მოახსენებს სოდო არ ჩამიდენია ჭამე და შეჭამ ანგელოზები მოახსენებს გამჩენს რა გინამ ადამიანიდან არაფერი სოდო გაუკეთებია ადამი გამჩენს მოახსენებს მე სოდო არ ჩამიდენია აი ქალი რომელიც რომ გამიჩინე და ის 64-შეია დაბადებული იმან ხო იცოდა შენი დავალება და იმან ხომა ჭამა საჩით სოდო არ ჩამიდენია ადამი თავს იმართლებს ჩამათნო მე აქ დიდი სიღმებია ძალიან ამას რო გავში კიდევ ამბობ მოდი შხოვილო ძილ მოდი მაგრამ ეს რომ გაიშიფროს ბოლომდე თუ ასე არის ადამა მართლა რა შეწოდა რა იყო ადამის სოდო მაგრამ აქ ადამალი შონს სოდო რა ეწერა თუ იცით ჭამა კი არა ნაყოფიდან იმდენად სიღმეში რო შეხვდეთ რო დაიჯერა ნახაშის სიტყვები რომელ უხსენებელზეც რომ სატანი მაცდური იყო შემამჯდარი რომელიც არის იეცერარაყი გარედან იეცერარაყი არის იეცერარაყი ანგელოზი გარედან იეცერარაყი ქიამას არავის შეუჩდა ლოლა არის იეცერარაყი შიგნიტური შიგნით ადამიან ტანში რო უჯდის ადამ არის შონს ამ ცოდობდე შიგნიტური იეცერი არ გაჩნდა ადამი იყო მარტო ერთ მხრიანი ერთ გზაზე დამდგარი რომელიც რო ცოდისკენ მაგარ წავიდოდა გადაჩეხვით გადაჩეხა სატანამ გადაჩეხა ადამი და როცა რომ აჭამა ის ნაყოფი რომელიც იყო აგზალული ნაყოფი ჩაიჯინა ადამმა შიგნით ორგანიზმში იეცერარაყი და მისი აზრები და დაიბადა ადამიანებში იეცერარაყი მანამდე იეცერარაყი არ არსებობდა როგორც თქვით ძალდებოდნენ რამოდენი ადამიანები რომლებსაც იეცერარაყი არ გააჩნდა დაბადებიდან ძალდებოდა მოშე რაბენო მოშე რო დაიბადა რა წერია თორაში დაინახა დედამისმა ვათერეოთო კიტოვუ ვათიცპენეუშელოშა იერახინ დაინახა მისმა დედამ მოშე კარგი იყო ზანეს მიდრაში რო დაიბადა მოშე გაშუქდა თელი ოჯახიო ორაგანუს შუქი რომელიც რომ გამჩენა გააჩინა ბერეშიჩი და საწყიში ყოლის პირველ დღესაო და ის შუქი გამჩენა დამალა შემოინახა ცადიკიმებისთვის რაღაცი დაბოზე ის შუქი გამოყვა მოშეს დაბადებასაო ამიტომ წერამენ კაბალისტები იმ ადგილზე რო წერია ვათერეოთო კიტოვუ ტოვზე არის იქანა 9 თაგჯი სხვადასხვა გაკეთებული ეს კაბალისტებმა იციან არიან 7 წერამენ არიან 9-ს მაგრამ რატო აქ დიდ სეკრეტია მოშეს დაბადებაზე მოშე რაბენუ რო გამოვიდა ამ ქვეყნად გამოყვა ის შუქი რომელიც რომ გაჩნდა ბერეშიჩიო დაინახა მისმა დედამ რა იყო აზრი იყო რომ მოშე დაიბადა როგორც ადამარიშონი უცოდოთ არ ქონდა იეცერი ტანში მარტო იეცერატობი მოშეს არჩევანი არ ქონდა მარტო კარგისკენ მიდიოდა მოშე
მისი დამაგვარი იყო ირმია წინასწარმეტყველი. ირმია, როცა გამჩენილ ცხადდება ეუბნება შვილო, გებეგზავნე ჩემ შვილებისკენ. 17 წლის არის. ირმია მოახსენებს გამჩენს. გამჩენ რისთვის კიდე რო წავიდე. რა გიდა ამ ხალხი და რას ელოდები? მამირჯულე ჯამაათიო. მამიყვარე ჩემსკენ, დააბრუნე ჩემი შვილებიო. ღმერთო, იმას ვჟაბრო, იმის ნაცვლად მე რომ აგერი დავაბრუნო, მაგათმა თავიან ჭკუაზე მე არ გამიყვანონო. მოახსენებს გამჩენ ირმიაუს. ბეტერემ თეცე მერეხემა იქ დაშტიხან. შვილო, შენ არ გავხარ სვებსაო. ყველა ადამიანში არსებობს დაბადების წუთში იეცერარაყი ელოდება ადამიანს. უჯდება ტანში მაცდური, რომელსაც რომ ცუდ გზაზე მიყავს. მაგრამ შენ მარტო იეცერატობით ხარ დაბადებული. ბეტერემ თეცე მერეხემ, სანამ დედის გვამიდან გამოსულხარ, მანამდე დაგახასე მე შენ. შენ მარტო იეცერატობით ხარ დაბადებული. შენ ვერაფერი ვერ გადაგაცდენსო. შენი დამაგვარი მოშე. მოშე რაბინუს ასეთი იყო. ამათი დამაგვარი ადამარიშონი სოდის წინეთ. მაგრამ ადამა ღირსება დაკარგა. ჩაიჭინა იეცერ შინიტანში. ადამარიშონი, რომელიც რომ იყო გამჩენიდან გაჩენილი, თავს სიმართლებს, გამჩენს მოახსენებს რიბონო შელყოლა. გადავცდით, მაგრამ არა იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით რომ ცოდოს ვიდენდით. ამდენ ვერ დაუკვირდით. იესერმა გარეთმა სატანმა ჩვენ რაღაცნაირად მოგვატყვილა. ჩაგვაგდო მახეში, რომელშიც რომ ცოდოში გაგვია ჩვენ. გამჩენო ღმერთის პატრონო და ღმერთო, ამ თელამბავის ბატონო, გვაპატიე ჩვენი ცოდო. ნუ მომკლამ. ბზანე რომ ბეომახოლ ხამიმენო თამუთ, იმ დღეს რო შეშა მოკვდები. მაგრამ რომელ დღესია ლაპარაკი, რას გულისხმობდი? ეს არა გაქვს რა თქვამი. ჩვენი დღეებს ზედამთვარე, როცა რომ იცვლება თავიანთი სმენები, ლაპარაკი არის ადამიანის ადამიანურ დღეზე და ღამეზე თუ ლაპარაკი არის შენ დღეზე, რომელიც რომ 1000 წლით ითვლება ერთ დღე შენი. ჩამითვალე 1000 წელიწადად 1000 მაინც მაწოცხლე. მიცა გამჩება. მაგას მოგისმენ შვილო. რომ შეეცოდა ადამიანს გეკითხებით. მართლა რო ყოფილიყო 100%-იანად ცოდო, ადამიანს მიიღებდა გამჩენილი ამშაყავად. არა. აქ მე მაინც კიდევ ვამბობ დიდი ბოდიშით ყველასთან. მაგრამ სახაცა უნდა ვთქვა. გამჩენ თავის გეგმა ჰქონდა ალბათ კაცობრიობისთვის. აკადოშ ბარღუს დაგეგმილი ჰქონდა რომ ეს ცოდო მოხდებოდა. დამამტკიცებელ მოგიყვანთ აგერ. გამჩენმა ბერეშიდის დღეებში პირველი დღე სადაც რომ კურთხები დალოცა გაჩენილები. ეს არის ხუთშაბათი დღე. რა გაჩნდა ხუთშაბათს? თევზი და ფრინველი. დალოცა გამჩენმა. დალოცა იმიტომ რომ თქვენ ჭირდება ჩემი დალოცვა რომ გაფუდეთ, გამრავლდეთ. ბევრი ხელი გედებათ. ადამიდან იქნება პირუტყვიდან ხეციდან შეგეხებიან მონადირეები და გაცოტაებენ, მაგრამ იმრავლეთ. დალოცა გამჩენმა. პარასკევ დღეს რა დალოცა გამჩენმა? დალოცა ადამი, როცა გააჩინა ადამი წამოდგა ფეხზე გამჩენმა დალოცა ფერურბუ, იმრავლეთ შვილო. პარასკევსაც დალოცა. შაბათ დღეც, მეშვიდე დღეც დალოცვილია. ვაიბარეხ ელოჰიმ ეთ იომ აშებიყი. გამოჩნდა რომ ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი დალოცვილი დღეებია. თევზები, ადამი, შაბათი. ამას არის დავიდი წერავს, ადარაშები მაგ. დავიდი გამჩენს თყოს. ბინოთ დე შეიარბიცენი. ალმე მენუხოთიენ ალენი.
სადაც რომ არის მდელო ბალახი დოლათიან ადგილზე ღმერთო იქ დამაჯინე იქ მაცხოვრე სადაც რომ არის ღირსეული სივრცე კუთხე ღირსეული ადამიანები და ღირსეული მონაცემები იქ მეხნეს წილი მაგრამ დავითმა ჩააქცო ამ სიტყვაში დეშე ვინოთ დეშე არ ვიცენი რა არის დეშე დალედი არის დაგიმი შინი არის შაბათი ალეფი არის ადამი ამიტომ არის შაბათ დღეს კარგია თევზი ჭამა რატო ჭამ შაბათებს მოვიდესო დალოცვილმა თევზმაო დალოცვილ ადამიანის ხელშიო დალოცვილ დღის ხელში რომელიც არის შაბათის დღე შაბათ დღეს ადამა შეშამოს თევზი შაბათი დალოცვილი ადამი დალოცვილი თევზი დალოცვილი სამი დალოცვილი რო შეხდება ერთმანეთსაო დალოცვილი ადამიანიცაო არგია ხა შეგითხვა იბადება თუ ასე არის რატო არ დალოცა გამჩენმა პირუტყვიც თუ იმიტომ დალოცა გამჩენმა თევზი და ფრინველი რადგანაც რომ აცოტაებს ადამიანი იჭირავს ნადირობს კლავს შავს პირუტყვნა კლებს ხარი ხვარი აიალ ხარი ახურ რა შეიძლება რო იჭამოს ხარი თორას დასახელება რა ამათ რატო არ ლოცავს გამჩენი იმიტომაო მიდრაში ძანებს გამჩენ მაგრო დელოცა ერთად გააჩინა პირუტყვი და მხეცი და მათ შორის გააჩინა ნახაში მაგენი რო დელოცა მერე ბოლოშიო ნახაშსაო სოდის შემდეგ ვერ დაწევლიდაო ამიტომაო შეიკავა თავიო და გეგმილი ქონია გამჩენ თუ არა ნახაშ რო ცოდო უნდა გეკეთებინა გეკითხებით ახლა აქედან ჩანს რომ კი ადამ ცოდო შეედინა ადამ არ გაუკეთებია ცოდო ქვით ძალანა ამიტომაც დალოცა ადამთან არ ქონდა პრობლემა მაგრამ რადგანაც ნაპერწკალი ცოდის იყო და როცა ყოლამი გაჩნდა უკვე იმ დროდან იწყება განხეთქვა დასისქვა იმ პერიოდში უკვე არ მოსმენა არა დაჯერა ხარ გავაგზელება ლიბრეტორაში შაბათ ძალიან ღმათ ვიდარაში ავხსენი მთელი ბერეშიტის სეკრეტები პირველი პარაშის ხარუხა შენ ჯამაჩი ისე რომ ხალა არა მაგის დრო კიდე დაუბრუნდე ყველაფერზე ხოლო და დიდი სიღმეებია კიდევ მაგრამ ამას კი გეტყვით ბოლო რო თქვა რეზულტატ ჩვენი სიტყვების ბოლო მასკანა ეს არის რომ გამშე თავის პლანი ქონდა თავის გეგმები ქონდა და ამ პლანში ადამს ის ელაპარაკა რაფერაც გამჩენმა გაიგო რომ და ელაპარაკნა ადამა შეცდა და მაინც ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა არ ეთვლება ნაყოფის შამა როგორც სოდოთ როგორც სხვა სოდო და რა არის ეს სოდო დავგვიდით კარგად ადამის სოდო არის აქ რო დაიჯერა რომ მოისმინა ნახაშიდან ნახაში ეუნება კანს ქალი ეუნება ადამიანს აკო ხეარსებობსო ვინც რომ ჭამს ამ ხიდანაო მარადიულ სიცოცხლით იცოცხლებსო იცის ღმერთმა თქვენ რომ ჭამოთ აღარ მოკვდებით თქვენზე ის კონტროლს ვერ გააკეთებსო და ეს როცა ამათმა მოისმინა და ალბათ ეს სიტყვები ჩაუჯდა მაგათ ანში აზრში მოისმინენ შეეთვალათ როგორც ყაბოდაზარა რა თქვენს გჯერათ მართლა რომ გამჩენის გარეშე რამე არსებობს ძალის მამცემი სიცოცხლის მამცემი ამიტომა გემარაში ადამარიშონ ობეთ ყაბოდაზარაია დაგინა გემარა რა ყაბოდაზარა გააკეთა დამარიშონმა ამას კი ყაბოდაზარა სამსახური უცხო გამჩენის გარეშე შენ თუ წამს რაღაცის შენ მსახურები კერპებს არსებობს მარტო ერთი ყოლის ბატონი გამჩენი ღმერთი რომელსაც უნდა ემსახურო სრულიადად აზრით ფიზიკურად ტანით შეინახობისი დავალებები მაშინ ხარ ადამიანო გამჩენი შვილი თუ რამესი ჯერა კოსმოსის ჯერა ოროსკოპების ჯერა ჯადოსნიკების ჯერა კაფეზე მკითხველების ჯერა და ასეთებთან ადამიანი უწმინდურდების სულიერად შენ გამჩენის არ ჯერა თორმე უნდა იყოს სუფთა ადამიანი ასტიშავს ეს სიტყვები რომ შეჭამთ აღარ მოკვდებით იცის ღმერთმა რომ მარადიულად იცოცხლებთ
და ამისი ეშინია მას და ამიტომ გავალებთ რო არ ჭამოთ გადაგიკეტოთ გზა მუდმივი სიცოცხლის წავის იგი დაიჯერეთ რომ ასეთი რაღაც არსებობს ხო მეტყაბოდეს არ არია ადამარიშონ დააწერა გემარამ კაცის მკვლელი იყო ვინ მოკლა ადამა მაგრამ კაცობრიობას სიკვდილიანობა გადაუწყდა ადამიანის გამო შეეწერა ადამ კაცის მკვლელობა ადამ დაეწერა მიგალე ყარაიოთია სად იყო მიგალე ყარაიოთი მაგრამ როცა რომ ნახაში და ხავას მონაქმედმა ჩაიდინა ის უბედურობა ყოლანზე ქემინ გილუი ყარაიოთა შეეთვალათ მსგავსად ასე რომ ამ დიდ სამიცოდის ტიკუნი გააკეთა ჩვენმა დიდმა მამებმა აბრაამ აბინუ ბრძანდებოდა რომელმაც რომ მოსპო ყოლამზე გაანადგურა გააბატილა გაუქმა დაჩეჩვა ბოლომდე თელი ყაბოდა ზარის ძალები გემარამ დაადგინა მასხეთ ყაბოდა ზარაში აბრაამ აბინუს მასხეთ ყაბოდა ზარაო 400 ფერკიანი იყო ძალიან დიდი მუშაობა ჩატარა აბრაამა ყაბოდა ზარა მესმო ყოლმიდანაო იცხაკ აბინუ ყალავა შალომ თუ ადამ არის შორმა შეფიღუდ დამინის სიკვდილიანობა გამრავლა ყოლამზე დაო იცხაკ აბინუ მაო სიკვდილიანობა მოსმო ყოლმიდანაო იცხაკ აბინუ თავის სხეული თავისთანი გამჩეს რო აჩუქა ყაგედის დროს იცხაკ აბინუ შეეთვალა როგორც რომ ბიტელ ეთოთოშ მიხუდამი გააბატილა რაც რომ ადამარი შორმა ჩაიდინა ის კი იცხაკმა მოსყოდა გაათიკუნა ყველაფერი იაკობ აბინუ რომელმაც რომ დაიძახა რეუბენ ბეხორიათან შენახული კაცი მზანდებოდა დაწერა თალმუდმა გემარამ იაკაგორში აითა მიტათო შელემა მისი საწოლი იყო შემთელებული კადოშ ტაორი ვიათა კადოშ იოშევ თეილოთ ისრაელ იაკობ აბინუ ყალავა შალომ მაგარ გაათიკუნა გილუი ყარაიოთი რაც რომ სოდომოს დევდა დამარიშონსაო ამიტომაც იყო იაკობ აბინუ როცა რომ ბრუნდება ხარანიდან და ორი ცოლი ყავდა ორი და ერეთ შემოსვლის დროს მეორე ცოლი აუზანდა ამიტომ აბზანდა რახელი გზაზე იაკობი რო არ შემოსულიყო ერეთში ორი და სოლად მოყვანილი რო ყოლოდა ხელშიო იაკობ თიკენ გილუი ყარაიოთ მამებმა ყველამ გაათიკუნეს სამათმა თელი თიკუნი გააკეთენ შეამთელენ თელი მსოფლიო ხლავას დაუკვირდეთ ჩამაათნო მაგათ შემდეგ იაკობი რო შემოდის ერეთში რო არ გეყიდა ძმებს იოსები ყოლამი თიკუნზე მოვიდოდა მაგრამ ძმებმა როცა იოსები გაყიდა იოსები ეგვიპტეში ჩავიდა მოსდევდა მათ უკვე გალუთი მიცრაიმის რა წერია იოსებზე თუ დაუკვირდებით როცა რო ძმები ჩამოდიან იოსებთან ბერეშიტი 42 თავი უნდა იყოს იქ წერია ვაიომერ ალემ იოსება იომაშელიში მოახსენა იოსება მათ მესამე დღესაო რო აიღოთ პირველი ბუკვები გამოდის რა შეთებოთ ვევა ვაიომერ ვავ ალემ ალებ იოსებ იუდ ბაიომ ბეთ აშელიში გამოდის ჰეი რომელიც არის ვევა რითი დაიწყევლა ნახაში და ხავა და ადამი ბერეშიტში ვევა აშით გამჩენი მოახსენებს ადამ და ხავას სიმძულვარეს ჩამოვაწვენ ნახაში და მის წელიდან გამოსულთა და ადამიანთა შორის მუდმივად ადამი დემტერება ნახაშს და ნახაში იმჯელებს ადამის მოკლასაო რადგანაც კაცობრიობაში და საწყისიდან მოუხდათ ეს დაჯახება გამჩენი საწინააღმდეგოდ მეო გამჩენი ძანებს ადამიანს ეუნება მოგიყვანე შენი ცოლი ცოლა დაგიყენე გვერდში როგორც წერია თორაში ვაიევია შემელოკიმ მოიყვანა გამჩენმა ხავა მოუყვანა იტაიშა ჰელა ადამ ვაიებია წერია გემატრია ვაიებია გამოდის 24 სხვადასხვანაირი ტანსაცმელებით
შექმაზა გამჩემა ხავა მოუყვანა ადამს დაეუნება აი ეს იქნება შენი ცოლი გამჩემა წაიკითხა კიდუშინი მალახი აშარეთები იყვნენ მოწრეები დაესწრებოდნენ იქ რამბავი წავიდოდა მასზმუტე ხათან მიქალა როგორც წერას მიდრაში ხადანგარას როლოცავთ ასე მეუნებით შევაბერახოჩი გამჩემა დაგლოცოთ შვილებო გაგურთხოთ როგორც რომ კესამეხახა ეცირახ ბეგანყედე მიკედემ როგორც რომ გამხიარულდა გამჩენო შენი გასახული შენი გაჩენილი ადამი და ხავა სამოთხეში პირველად ეგრეთ გამხიარულოს გამჩენმა ჩვენი ხათანკალა იქ არ ვამბობ ჩვენ როგორც გამხიარულდა აბრამი და სარა სიტყვაში არ ვამბობ კურთხებაში როგორც იცხაკი და რიბკა იაკობი და რახელი თუ ლეა არა როგორც ადამი და ხავა კესამეხახა ეცირახ ბეგანყედე მიკედემ რატო აირჩიეს რაბებმა მაინდამაინც ადამი და მისწოდი ხავა იმიტომ საერთოდ კაცობრიობაში გამჩემა არავის შეუცდინოს ეცერარაყი მაგრამ შესაძლებელია ხდება ხო მოგვისმენია გამჩემა ყველას რეფუა ვიცეს ეშუბა მენირაცონ რამდენი არიან რომლებსაც რო ნაქორწილებს ვიღაცა გაიცნენ და სოდოში გაიხვიენ მაგრამ ჩვენ ლოცავთ ხადანგალას თქვენ გაგამხიარულოთ გამჩემა როგორც ადამი და ხავა მაშინ კაცობრიობა არაფერი არ იყო ერთი კაცი იყო სოფრიოში ერთი კაცი იყო სოფრიოში და უყურებდნენ ერთმანეთს უცქირებდნენ თვალებში სიყვარულობა როგორც მტრედები ესე გამყოფოთ გამჩემა აი დაკურთხება ბიჭო ადალოცვა ბიჭო არა როგორც აბრამი და სარა იაკობი და რახელი ისხაკი და რიბკა ლო კემო ადამარი შონე ხავა კესამეხახა ეცირა ბეგანყედე მიკედემ მოუყვანა გამჩენმა ადამარი შონს ცოლი მისი შექმაზული 24-ნაირტან საცრებითა შესაქმაზავითან შენ ადამ ვერ მოიხმარდეს ღირსებამ კილკანთემ გავფუჭეთ ამიტომ ვაიებია რაც რომ მოგიყვანე გადაიქცევათ ნეოთიოთ ვეჰევა თქვენში სიმძულარე ჩამოწვება ნახაში და თქვენშიო როდის გათიკუნდა ეს უბედურობა აბრამის ხაგი იაკობის დროში როდის გაფუჭდა ქვეყანა ხელახლად როცა ძმებმა გაყიდა იოსეფი დაუკვირდით სეფერ თორაში იოსეფის სიტყვებს ძმებს ეუნება როცა რომ უკვე შეხვდენდა უნდა რაღაცნაირად უნდა რომ გეცხადოს მე ვარ თქვენი ძმა იოსეფი ვაიომერ ალემ იოსეფ ვაიომა შელიში იგანა ჩასმულია სიტყვა ვეჰევა ვაიომერ ალემ იოსეფ ვაიომა შელიში აქედან მოდის გალუდი მისრაიმის ჩავიდით ისრაიმში ეს გამოიწვია გალუდი ისრაიმ ჩავიდით ისრაიმში გავათიგუნეთ შევინახეთ გამოდივართ ეგვიპტედან მას მეუნება გამჩენისა ისრაელოს აიომ ათემ იოცეიმ ბეხოდეშავი შემოდი მე-13 ეს გამოდიხარ თქვენ თვეს ავივისას ეგვიპტედანაო იგანაც გამოდის სიტყვა ვეჰევა ჩასმულია ევა აიომ ათემ იოცეიმ ბეხოდეშავი ევა თუ გიდათ რომ ეს თიკუნი გათიკუნდეს ის სიმძულვარე ის სოდვა რაც რომ ჩამოწვა ყოლამზე ნახაში და ადამის სოდით აი რო გამოხვალთ აქიდან შეგიძლიათ გათიკუნოთ თორას როცა მიიღებთო მართლა თორა რომ მივიღეთ სინაის მთაზე სიკვდილიანობა შეწყვიტა გამჩენა 40 დღე კაცი არ გდებოდა ყოლამზე 40 დღე მალახავავეთი 7-ში იყო გაშვებული კაფიცვაში იყო წადი მოისვენე ეშტეღა ხოფეშ ეს რაც უძახიან მაგას ხუბშა ლელო თაშრუმ ხალათ კორონის დროს ხალათი არის ნადი ხალათ შაბათი დაიყენებენ ნიერად ხუბშა ლელო თაშრუმ მოისვენე ხალხი შეეხები ნუ დახოცამ ნუ მოკლავ ხალხი აცოცხლე 40 დღე შვიდობა იყო ქვეყანაზე მაგრამ რა მოხდა მე შემდეგში რა გააკეთა ჩვენმა პაპამ 40 დღეზე ჩაიდნენ ყეგელი რო ალეხე ყეგელის დროს ამხერად სოდვა დადრიალდა ყოლამზე ყეგელის თიკუნი რა იყო ერთი გაათიკუნეს ყეგელი პარადუმა ნახონ ხოსია პარადუმაზე რა გიწერია თორაში თორა წერას ფარაშათ ხუკაში ვეხოლ აშერ იგა ბო ატამე
რა შეთებოთ ვევა მაგრამ ჩასულია ვეხოლ ვავ აშერ ალეფ იგარ იოდ ბო ბეთ ატამე ეი გაკეთა თიკუნი გამოდის მოძერამე ვადის გამჩენთან მაღლა ამ ცოდის შემდეგ ყეგელის შემდეგ კიპურის დღე იყო გამჩემა ისრაელეულ მოახსენა გაპატიეთ თქვენი ცოდობრალი ეპატია საისრაელოს ჩამოდის მოსე კიპურში ჩამოიტანა მეორე ლუხოთი მეორე დაფები გამჩენის ხელი დაწერილები ყველაფერი გამზადებულები ავალებს საისრაელოს რას ავალებს მიშკანი აშენეთო მიშკანის შენებობაში რა წერია იქანა ყოველ დღე და დღე იმუშავებთ გააკეთებთ გამზადებთ შეგიძლიათ ყველაფერი მაგრამ შაბათი შეინახეთ შაბათა კაი დღეში არა აშენოთ აგზალულია რა წერია იქ ვეშამერუ ბენე ისრაელ ეთ აშაბათ იანაც დაუგვირდით კარგად ვეჰვა პირველი ბუკვები გამოდის ვეშამერუ ვა ბენე ბეთ ისრაელიოთ ეთ ალეფ აშაბათ ეი ვეჰვა თუ გინდათ რომ ის დაბრუნდეს თიკუნი შემოკეთება სოდის წაშლა ადამიანის სოდის გაუქმება რომ დაბრუნდეთ იმ ღირსებაზე რაზეც იყავით მათთან თორის დროს შვილებო აშენეთ მიშკანი მაგრამ შაბათს შეეხოთ და მისა იქანა შაბათის დინები შეინახავ შაბათ გადარჩები იცოდე ამიტომ რომ მასხეთ შაბათი რამდენი ფერეგია მასხეთ შაბათი 24 ჩვენმა მამამ ვიცო ტრადიციულად თეფილათ აღოდეში ხო ჩვენი სიდური იქან არის განაწილებული შაბათ საღამოზე სუფრაზე 8 ფერე კითხულობდნენ დილაზე 8 ფერე სეკუნდაშერიში 8 ფერე 24 ფერე რატო 24 ფერე შაბათი მასხეთ შაბათი ქენეგეთ ხეთ ადამარიშო შენე შეცოდე 24 წელიწად გამოწყობილი მოგიყვანა გამჩემა ქალი შეგაცოდა შეცოდე შენე ჭამეთ არა რაც არ შეიძლებოდა შეინახეთ შაბათი ქენეგეთ ზესრივი არვა ფრაკიმშე შაბათ ზე მეტაკენეთზე დავალა გამჩემა მიშკანის შენებლობა დაუკვირდა სეკრეტი ახლა მაგარი რომელი დღე იყო რომ დავალა გამჩემა მიშკანის შენებლობა იუდალე თიშრე კიბურ შემოდის მოსე 10 თიშრე 11 თიშრეში დაუძახათ ეს მაიაკელ მოსე თქო ყადავენ ისრაელ დავალა გამჩემა ბრძანა შემოდის შაბათ მაგრამ მიშკანი აშენეთ კარგი წადით მოხიგეთ ფული ნედავოთ რომ ყველამ შეიდანოს თავის წვრილი აშენეთ მიშკანი ორი დღე ხიკავდა გოწერია თორაში ვე ვიოლავ ნედავა ბაბოკერ მიდრაში ბძანებს ლიშნე ბეკარიმ ორი დღით მოიხიკათ ერ მიშკანის ფული ცეგი თუ 11 თიშრეში ბძანება გაიცა შენებლობაზე 12 თიშრე 13 თიშრე ორი დღე არის სადაც მოიხიკათ ერი ფული 14-ში დაიწყებ შენებლობა 14 რომელი დღე არის სუკოთის შემოსავალი საღამო დაიწყენ უკვე რაღაც გაკეთება დაიწყენ თუ არა ჩამოდის გამჩენიდან ყანანე ქაბოდი მაღლიდან უკვე ღურბლებში გაახვია გამჩემა ხელახაცა ისრაელო რომელი ღურბლებიც რო გაკეთა ყეგელის სოდო გაქრა ღურბლები მანამდე სიყენ გამოხოვილები მაგრამ გამჩენის კალდა გაქრა შეხინამ მიატევა საისრაელო ხლა კი დაბრუნდა ყველაფერი კარგი ესე იგი ხეთაყეგელის ტიკუნი მიიღო საისრაელო კარგია ბედნიერია რასგავარებს გამჩენი ულკახთემ ლახემ ביום הראשון უნდა იყოს პირველ დღეს სუგოდის პირველ გაიდღესაო დაიკავეთ ხელში ორა ფერი ყეცადარ ხენაყოფი შვენიერი და ლამაზი ხისაო იღერა ბებარა იყო ეტრო თოიერი ზოსუგოთო ედიგურია აჩვენე ყველა ჩავიარეთ სუგოდი ბედნიერად ვეკავა არბათ ამინიმი და ვაკეთებდით ნიყინუყებს კურთხებები სუკაში ბედნიერად მაინდამაინც რა დაავერე გამჩენა რომ გახდემ ლახი ბაიო მარიშო სიტყვა თავკეთებას თორაში რა წერია ყველაფერ ამ ხერას სიხმე გააჩნია კითხულობს მიდრაში გემარა რას ნიშნავს ეს სიტყვები აიღეთ თქვენთვის შინადღესსა პირველსა რომელ პირველ დღეზე ალაპარაკიო კითხულობს გემარა სუკოთის პირველ დღეს თუ ალაპარაკი დაგი დაწერე პირდაპირ სუკოთის თავი კაი დღე არის 15 თიშრე დაწერე აიღეთ თქვენ 15 თიშრეში დაიკავეთ რულაბი ეთროგი აკურთხეთ რატო წერია ბაიომარიშო პირველ დღეს აქანა იგულისხმოთ ორამაო რომ ეს დღე არისო პირველი დღეო სოდობრალის ანგარიშისაო რას ნიშნავს ესე ესე იგი კიფური ჩავიარეთ გვაპატია გამჩემა ჩვენი სოდობრალი
და სანამდე სუქოთი მოვიდა პირველი თავი გაიგრე ჩვენ რასაც მინდა გავაკეთეთ სოდობრალ და გვეპატიება ყველაფერი არ არის ანგარიში რაფერ არის ეს უბრალოდ ასე ეგაგება უბრალოდ აქედან იწყებსო გამჩენია 4 დღეო კიპური და სუქოთი შუაო მიდრაშს წერავს არის შას მოყავს შას ლაგადოს სიტყვებია ისრაელიო დაკავებული არიანო მადლებშიო სუკას აშენებენო ადასილულაბი ყარაბა ამას ყველაფერ აპრავერგებენო ასე რომ ვისააგო სოდობრალისკენ აზრიო კაია მაგრამ თუ არის ვიღაცა სოდილიანი მაინც რო აკეთებს ეთლება სოდო თუ არ ეთლება მეგონა რო ეთლება აბა რატო ზერია თორაში ურგახტემ ლახემ ბაიომ არის შონ ეს არის პირველი დღე სოდისაო აკო არის ბევრი რომლის თვინაც პირველი დღეც არის მეხუთე დღეც არის და მეათე დღეც სოდობრალი არის ზოგი კიპურსაც არის ნახოს ისე კიპურიც არის სოდობრალისტი ზოგი ხო არსებობს ხო ყველა ხო არის რაცო ანგელოზი გამოხოვი ლოცვაში და ვაიაყაბორებ კითხულობენ და ლოცვირობენ და ხო არის ხალხი ხო ბევრი ჭკუის ხალხი არიან ხო არის მაგრამ ერთი რამ ვიცოდეთ ხე რომელ ხიდანაც ისარგებლა ადამიანმა რომელზეც დავარა გამჩნმა არ ჭამოთ არიან ამბობენ გემარაში არის სამი აზრი ასეთ სამედრივი 70% წერავს იქანა გემარა არიან ამბობენ დაგანაია ხიტა ორი გაგანი ხორბლის ხე ურის ხე არიან ამბობენ ყურძის ხე იყო არიან ამბობენ ლეღვის ხე იყო ნო ყველა თითოერთ ამას მთქმელებ რაბებიდან მოყავს მიდრაში თავის მუხლისი და სწავლობს ამას და როგორ მიიღო ასე არ შევალე ხლამაში ზوارში მიდრაში კიდე გვახერა ხული და ზوارშიც რომ ხე რომ მიდიდანაც ადამარიშონა ისარგებლა ეტროგის ხე იყო ვერებდა ეტროგის ხა დაუგრდით ამ ხერა სეკრეტი ყოფილა განა თუ ჩვენ ვამბობთ რომ ისრაელი პატია თავიანთი ცოდო ყიგელის და მაპატიებელი ეს იყო მიშკანის შენებლობა და მამტკიცებელი ამის რო ეპატია ყანანი ქაბოდი ხურბლები დაადგეს აისრაელოს გედეგვე პარა ყველა კუთხედან შემოსილები ვიყავით შენახულები გამჩნიდან უფრო სყალელი სუკაჩელო მეხა დაუგრდი გარდათ გამჩენოდა დაგვიკიცოს რომ ამითი სოფლიოს თიკუნი შემთელება ადამარიშონის სოდბრალზე მოდის გვავალებს გამჩენი ულკახტემ ლახემ ბაიომ არის შონ აიღეთ რა და ეთროგი დაიგავეთ ხელშიო იმასრეთ რომ ადამარიშონმა ეთროგი შეცოდა აი ეთროგი დაგავალა გამჩენა რომ ამბობ პირველი დღე სოდობრალისსავ ეს არ გულისხმობს ადამიანის იმინა ჩემი შენი ყველასი ჩვენთან მოქალაქეების სოდობრალზე არა სოფლიოს პირველი სოდო რომელიც იყო ეთროგი გაკეთებულიო მაგე მოდითო ხლა დადექიდა ჩვენთანავ შეამთელეთო თქვენი ლოცვა და გააკეთეთ ბოლომდე როთიკუნი შემთელდესა და მე ვთქვი იბერეთონაში გამჩენო რომ დავალა ადავს მიეყეთ სადაყათლო თოხელ ადაყათ განამეზებულია იქანა უთხივი აზრები რა არის ადაყათი ეი ადარი არის ოწერია ულკახტმელა ხე მოიამარშონ ფერიყეთ სადა ეთროგი კარგი დალედია დაგანია პურიკაგალი ხორბალი ყაიმი არის ყანაბი ყურძენი თაფი არის თენა ზوارში არის პირდაპირ მოყვანილი ზوارში მაგრამ ზوارში ასე სწავლობენ დიდი კაბალისტები რომ ეს ხე იყო მართლა გამორჩეული ხე რომელ ხიდანაც ჭამეთ საბათმა ყველანაირი ეს 4-ვე სხვადასხვანაირი იყო შიგნით სასწაულად ჰქონდა ერთი ფესვი დაბლიდან ამოდიოდა მაგრამ ზემოთ იყო განყოფილი არბაანაფი მშონინ ვე ჰქონდათ ზეგი თუ ეთროგია იყო ჭამა ყურძენიც იყო იქანა პურიც იყო იქანა რა გიგონათ ხლა პურიკაგალი იქნებოდა პურიკაგალი რა პურიკაგალში გიგიტყვი შენ არა ადამარიშონის დროს არ თქვი იბერეთონაში რაფერ თქვი ადამარიშონის დროს მიცდა რომ გამოდიოდა პური გამოდიოდა პურად ჩვენ რაფერ კურთხებაში თქვი აი არ ჭირდება დიდ ამას დიდ თორების დამტკიცება არ ჭირდება რაფერ ამბობთ პურზე როცა დავჯერებ ჭამ ბარუხათა შენ ამოცილე ხენ მინარეთს რატო არ ამბობთ ამოცი ხიტა მინარეთს დაუგვირდი უნდა გითქვა უბრალოდ შემძანდები ღმერთო რომელიც რომ ამომფუზებელი პურიკაკლის ვიციდან მისთან ამოდის პურიკაკანი ჩვენ გამჩერება ქებდა ამბობთ შემძანდებიო მიციდან ამომფუზებელიო პურისაო მე პური არ მინახია რომ მიციდან გამოდის გნახეთ ხე როდის შენ ნახე არ მინახე მაგრამ ადამარიშონის დროს ასე იყო
ადამ არიშონის დროს სოფლიო დახტა გამსათებული. იქან არ ჭირდებოდა არაფერი, არ ჭირდებოდა პური კაკალა, არ ჭირდებოდა დანაყვა, გაცერა, არკადა, მოც, ყველაფერი დაფქვა, ქლუმ, გამზადებული პურები. მაშინ რომზადება ასე იქნება. მაშინ რომზადება იქნება ხე, შავი პურის, თეთრი პურის, მეგალე, ყველანაირი ბარუხაშევისაც ბურეკასი გიყვართ, ან ხაჭაპური დოლათიანი ბედნიერი, ბარუხაშე, ყველანაირი ხევი გექნებათ და გახვალთ გარეთ ეზოში და აბა მიდი. ხომ ეხასიათება კაი ბედნიერი ხაჭაპური. იეს ხაჭაპური ბარუხაშე. ამას ხე შელ ხაჭაპური, וזה חה של לובואני, ყველაფერი გამზადებული. მაშინ არ იქნება სამუშაოდ იცოდ, არა. არ დაიგლებით არაფერში. ყველაფერი დამზადებული გამჩენიდან ადამიანი იქნება სხვანაირი ცხოვრება. რაც უნდა ყოფილიყო ადამ არიშონის დროს, როცა ყოლები გაჩნდა. ზედე. ამიტომაც არის ადამ არიშონმა რომ შეცოდა ეტროგით, აი ეტროგიც ავიღეთ. გათიკუნდა ყოლამი, ხო თქვი წაღანა. გათიკუნეს როცა მიშკანის შენელობა დაიწყენ. შემთელებათ იკუნის, ესეც არის ეტროგი. აუგები ამხელა სეკრეტია, კანაც. ეს არ არის საკმარისი. შედიხარ სტუგაში, რას აკურთხებ, რას თქვი, ბორფერი, აგეფენ. ადამ არიშონმა შეცოდა ღვინით? რა გაგედა ყურძნით, ხავამ. გაუწურა ხავამ, ადამ არიშონს მიართვა, აბატონო, გემონახეო. რა ქონდა, რა იყო აღერა ცოდო, რა დაუშვათ, დალია, რა მოხდა მერე? გამჩენი ქონდა გამზადებული, შაბათი რო შემომზადებოდა, დაღამდებოდა, შაბათი შემომზადებოდა, გამზადებული ქონდა მისთვის ღვინო კიდუშისთვის. დაასწრო ადამ არიშონმა და თავის ქალის გაწურული დალია და გამჩენი, ეს არის, აიგე, მე რას ვაკურთხებ კიდუს შემდეგ რო დამჩნები, თქვი. რას ვაკურთხებ ამოცილე ხენ? მინარეთს. ხაშემ. ზეგი, რო თქვათ, ჩვენაც ცოდვებიც ვაქვს გაკეთებული, ყველანაირად, ყველა ამ ცოდვებზე ვაკეთებთ რაღაცას, რომელიც რომ ტიკუნი არის ამისი. შაბათ ვინახავთ კიდუშით, პურით, აგე ბედნიერად, ვინახავთ რულავი ეტროგი ყველაფერი, ეს ტიკუნი კეთდება. რას გიმკიცებს ეს ყველაფერი? გიმკიცებს რომ ადამ არიშონის ცოდოს ატიკუნებს ესენი, რაც მე ვასახელე. ხა დაგჭათ მარტო ერთი, თენა. იტყვი კაცი, ლეღვიო, გადარი ლაბიო, შენ კიდუშ ხوار გავაკეთებ ლეღვზეო. არა. ამოცილე ხენ ხوار ვიტყვი ლეღვზე. არა. მაგრამ სხვა რაღაცა არის ლეღვში სეკრეტი. მაგარი სეკრეტია. ეს ჩემ ნაწერებში მაქვს გამოქვეყნებულია შირაშინიზე ჩემი ტორა. ხო, განკური ზებედია, ბარუხაშემ. ძალიან მაგრად სოფლიოში არის გასული, ძალიან მაგარ დონეზე ბარუხაშემ. და გომადიანა გამჩნდა. მეკანა დავწერე ასეთ სიტყვები. თენა. ეს არის, რო დაუკვირდეთ, ტერახის შამამავლობა ყველა არეშიგი ჩასმული. თენა, თაფ, ტერახ. აბრამის მამა, ხო? ტერახი. მე მოდის აბრაამ, ალეფი, ნუნ, ნახორი, არანი. თენა. ტერახ, აბრაამ, ნახორ, არან. ზეგი, ვინ გაათიკუნაო? თენა, ეს თელი ცოდობრალი ყველაფრისაო? ვინც არიანო, რა შეთებოთით პირველი ბუკვები? თენა. ვინ არის ესე აბრაამი? შამამავლობა ტერახის აბრაამიდან იწყება, ხო? ეს იქნება ვინც თუ ვერ გაიგეც სიერათაო, მეგეთყვის სეკრეტ შიგნითაო. შელომო დაწერა. ათენა ხანეტა პაგეან ვეაგე ფანიმ სემადარ ნათენურეახ. სიტყვებში, მოხეს იმები მაქვს, მეგანა შირაშინის დაწერილი. ამბო შელომო, შიგნით თუ დაუკვირდებით, შიგნით სიტყვა თენა, გადაშალეთო თენა. დაწერეთ შემსებულად. თენა, რაფერ? თაფუ, თავი, იოდი, ვავი. ალეფ, ალეფ ლამეთ პეი, ნუნ ვავ ნუნ, ალეფ. გემატრია გამოგივათო ზუსტად აბრაამ, იცხაკ, იაკობ. ზუსტად. თუ გინდათ გაიგოთ, ტიკუნი როგორ იქნებაო? ტიკუნი მოდისო აბრაამ, იცხაკ, იაკობით, არა გადაშალეთო. ათენა ხანეტა პაგეა. ლეღვიო გადაშლისო მიშტოებსაო. გადაშალეთ ლეღვი. სიტყვა თენა. შიგნით შედით და გაიგებ, რომელ ჯიშზე ალაპარაკი და რომელ ხალხზე, რომელ წყაროზე სიდანაც მოვლიან ამ ყოლბის ტიკუნის გამოკეთების მამცემლები. აბრაამი, იცხაკი, იაკობი, როგორც ვთქვით რომ ავაშენეთ მიშკანი, ვიკევით არბათ ამინი, გავარდა გამჩიდან ვართ მაგრები. მაგრამ შეწოდა ისრაელმა კიდე მაგის შემდეგ უდაბნოში მერაგელიმებში ზრავები რო გავშვენ ეწერათ 40 წელიწადი უნდა ყოფილიყვნენ უდაბნოში. დაწერია მერაგელიებზე. უფიგრეხემ
ათემ იფელუ ბამიდბარაზე ვაიღოთ პირველი სიტყვები გამოდის კიდევ ვევა უფიგრეხენ ვარ ათემ ალეფ იფელუ იუდ ბამიდბარ ბეთ აზე ჰეი ვევა დაბრუნდა ხელაღლად ისოდო შევედით ერეთში ავაშენეთ აითი ბეთამიგდაში როგორ იყო წესიერად ყველაფერი დავითის დროს მომბრძანებული იყო გოელი მე დაგვიანებით შელომოს დროს დამოსულიყო არ შევალხა ამაში ლიბერატორებში რა თქვა მიმაკ დიდი სეკრეტები მაგაკანა გამო მართლა ნახული თორაში და თან ჩამაჩი ალაბარაკები მაგ ვერჯერ დორ 15 წრე თუ დამადგენდებოდით როცა რომ თვარე შემთელებული არისო მაშინ შემთელდებოდა თქვენი გალუთიო შემთელებულია მე-14-ში თვეში თვარე 14 იად ალკესია იად ია აგვიდი იუდი დალედი დავიდი ის იყო მე-14 დაობა იუდ კეი 15 შელომო შემთელდებოდა თქვენი თიკუნიო სეკრეტები მაგაკანა გამოჩენილი თორაში მაგრამ ვერ დავდექით ამ ამბავშიც ვერ გავაკეთეთ იმიტომ რამდენი შორდება თაობები მეტად შორდება თიკუნი დაუგერც მოხდა მეტი ახლოს იყვნენ აბრაამ ისხაკი იაკობი გამჩნდა რა თქმა უნდა მე დავშორდით მე კი ეგვიპტეში 200 წელიწადი უდაბნოში 40 წელიწადი კიდე თიკუნი გაკეთა კიდე დავშორდით კიდე თიკუნი კიდე გაბუჭდა მოკლედ ხანასე ხარისე და სოფლიო თავის გეგმით რაც გამჩენმა ალბათ გეგმა მომდინარეობს სანამდეც მოვედით ხორბანებზე რა წერია ხორბანზე ხა იაშება ბადა დაყირ ევა ირმია სიტყვები ხა იაშება ბადა დაყირ პირველი სიტყვა მიგრადეხაში რა არის თქვენი გაუხრება იქნება ხელახლა თუ და ბრუნდება ცოდობრალი როალეხე ამას გავათიკუნებთ ღმერთი შეგვეციოს ყველა სამენი რაცვან მაგრამ ერთი რამე მე მინდა რომ დაგიმხიცოთ რომ ადამარის შორის ცოდო იმდენად ნაყოფის ჭამაში არ გამოიხატებოდა როგორც რაიდგა ნაყოფის ჭამის უკან გაგება ხმა გაგება რომ შეცდა ადამიდა ხავა რომ შევჭამოთო ნაყოფიდანაო ჩვენ ვიქნებით როგორც ღმერთები ცოდნე კაის და ცუდის ვიცოცხლებთ მარადიულად არ მეგვერება ღმერთი არავინ დარჩებით ცოცხლებიო აი ეს ხაბოდა სარას ეგე უცხო გაგება ზეახეთ არა თვითონ ნაყოფის ჭმა რომელიც ძირითადი ეტროგი იყო ვთქვათ ხლა ამას გიქიცეთ ყველაფერ არის ერთი ფასუხი თორაში რომელიც ახლა წავიკითხეთ ზოთა ბერახაში დიდი ხანი არ არის წასულიერა წავიკითხეთ ხო იოსებს წერია ეს იოსებს რა წერია ბეხორო შორო ადარლო ბეკარნერემ კარნა ფასუხია ჩასული სოდ მისოდოთა თორა ერთი სეკრეტი დიდი მე მიზღებჩი არ ამაკის ნადარაშები ხალხში ახლა რასაც ვლაპარაკობ და აგერ პირველად ვამბო ჩვენ ჯამახს არ მაქრა თქვენ ეს ერთი რამ იცოდეთ არ მოხდება კაცმა სოდორო ჩაიდინო რამეთი და ის რამე ის რამ რაც არის სოდო იმითი გაკეთებული რომ იმითი ემსახურო გამჩენ ენ კატეგორ ნასასანიგორ რატო არის ჩვენ შოფარო უკრავთ ყველა რქით შეიძლება შოფარი დაუკრავ გემარამ დაადგინა მაგრამ ძროხის რქითაო აკრძალული არისო ლამა კენ კატეგორ ნასასანიგორ ბემა შეხატათა אתה לא יכול לכפר არ შეველყოთ დედალებში მაშა სადამე თუ ადამ არის შონმა სოდვა გააკეთა ეტროგით და ეს იყო იმინა მის სოდო აფერგვავარებს გამჩენ ისრაელის შვილი მოიტანეთო ადამ არის შონზე კაფარაო მაინც ეტროგი და რომ ამით შეცოდე და ამით რაფერ გამოვჩდეთ გამჩენთან ამითი გასო რასმია გასიცი კურდი შედის ერთ ოჯახში და რაღაცა ლიფტი აიღო ოჯახიდან ფული აიღო რაღაცა და თან ლიფტი რაღაცა ლიფტი რომელსაც შეხედავ კაცი ხელად გაიგებო შენი არა ყველას არ გააჩნია ლიფტი მოდის მერე და ამ ვისაც რომელი ოჯახიც გაკურდა იმასთან შემოიარა ბაზარში და უნდა რაღაცა იყიდოს და რითი იხდის მინაკურდალით
ამას რო აძლევ თავის მეპატრონე არის გასო ამას მოპარე წუხერით და ეს შემოდიხარ მაღაზიაში და თავის ქონებას აძლევ საფასურში რომ აი ჩემზე მომყიდესეო ან საფასური გაზრებო გასმოძლევ გასო ჩემზე მოპარულ ენ კატეგორიას სამიგორ რა დაუგრით სამ ადგილზე მოხდა ესე სადაც რომ გამჩენმა გამოგვიცხადა მიგვითითა გვასწავლა თავის მოქმედებით დავალებებით რომ იქ ცოდვა არ ჩატარებულა პირველია ბეხორი მეორე არის ადარი მესამეა შორო და აგესნით ბეხორი ვინ იყო იაკობის რეუბენი თორაში წერია რეუბენმა ცოდვა გააკეთა ის კითხულობს საერთოდ ბარბინა რა ნახეო მეორე ერთი ქართულად როგორ დაითარგმნა დაიწყე გადათარგმნა იმისი ხუმაშების თეთრა წაიკითხა შემოთვალებო მოგეც რა დავინახეო რავო დაიკადრა რეუბენმა რამები არ დარაშო დამოსო გემარამ ზარეს რეუბენო ხატა რა მოხდა იქანა აიყო იქანა აიწო რეუბენის ესე რახელი აბზანდა იაკობ ყავდა 4 ცოლი რეუბენის დედა აბზანდებოდა ლეა რეუბენმა იფიქრა მეტი რამაზე არისო რახელი აღარ არის ცოცხალიო დეიდა რახელიო და მამაჩემაო თავის თელი ნიფტები რაც გააჩნიო შევიტანო დედაჩემის კარავშიო то ძირითადად ლეა დარჩა იაკობ ქონდა ყველაფერი ეს არის შენახული ბილასთან ბილას კარავში თავის პირადი ნიფტები წავიდა რეუბენმა და შეიტანა ყველაფერი იაკობი შემოიტანა გამოიტანა ამ კარავიდან და შეიტანა იმ კარავში ჩაუთვალა თორამ ლოალეხემ თუ გინდა რეუბენე ცხოვროს ბილასთან ლოალეხემ მამის ცოლთან ას დაიწერა თორაში მაგრამ გემარავ დაადგინა საჩაბაჩო 32 ბრუსელზე ქოლაომე რეუბენ ხატაინო რა ტოღე ვინ სიტყვის რეუბენმა შეცოდა შეცარი არისო ისე ხმათ ჩაუთვალა გამჩემა სოდოთ რეუბენ ესე ვიდა სუდი ამბავ ჩაიდირე შვილო დაიწერა თუ გინდა ყველაზე ბოლო უკანასკნელი უბედურობა რაც არსებობს ის შეედინოს შენ ამ ხელაკაც რაფერ შეეხე იაკობის ნიფტებ რაფერ შეეხე ვინ მოგზაურება აქედან გაიტანი ჩიტანე ეს კეთბო დააწერეს მხელა რაღაცა დამამტკიცებელი რომ რეუბენეს ცოდვა ქონა გაკეთებული დაუგვირდი კარგად თუმცა ბოდიში მამიდან და მე ხად არ მოუხდია რეუბენი სიაბზანდა ქვეყნიდან მამიდან ბოდიში არ მოუხდია გამჩენდა შუა გააკეთა ადამიანთა რო შეცოდა ადამიანთა რაც არ უნდა გამჩენ მოხადო ბოდიში და აშავნობა გადრო თუ ვიდა ხუთი ხელით ირტყი ხუთი ხელით არაფერი არ გიშველი სიცოცხლე კაცთან შეცოდე კაცთან მიდი ბოდიში მოხადე კითხარით კიფურის ალაყოტებში გამოგიცხადე არ მეგერიდოთ ადამიანთან ალაპარაკები გაქვს რაღაცა ნახვამი გაქვს რაღაცა არა ცუდი ამბავი არა სასიამოვნო ან შეეხე ქონებით ცხოვრები წარდი წაგლიჯე მოპარე გააპროცენტე სოდობრალი ქვეყანა ბოდიში მოხადე მიდი მე ხილა მოთხოვე არ არის სირცველი რეუბენი 291 წელიწადი სოდის შემდეგ კიდე განყედელში ვერ შედის რადგანაც მამას ბოდიში არ მოხადა რაზე პატარა რაღაცა საქმეზე პატარა შეცდომაზე არ ეპატია ბოლომდე შეშუა გააკეთა გამჩენთან სად იყო რეუბენი იოსების გაგმის დროსაოდა ასუკ მეტაყანითო ბესაკო დაყანითება კეთებდა მარხულობდა შენ ადამიანს შეცოდე მარხვა ჩემთან რაში გინდა მიდი და ბოდიში მოხადე იმ ადამიანს იგე რო შენ წაგართო და ბოდიში მოხადო სხვას ან ვიღაცასთან მივიდე და ჩემბატონო აბა წაიღე ამო წაიღო იმას მიეცისო წაარჩი იმას მოხადე ბოდიში ვისთანაც დასვარე ვისთანაც ხარ ჩასვრილი თუ რაც არ უნდა გააკეთო არ გეპატიება იცოდე რა იყო ნოახის დროს გეკითხებით მე ცოდობრალი კაცობრიობის დაწერია თორაში გამჩენი ამბობს დაუგვირთ სიტყვებს თორი სიტყვები გაცო გამჩენიულება ნოახს კეც კოლბასარ ალეფანაი ბოლო ყველა ხორციელის არის მოსული ჩემამდეო გიშხით კოლბასარ ედარქო ყალარեց რა იყო ცოდომათი კი მალე არեց ხამას მიფენეენ ჩემთანავ რაც შეცოდე რომ მაგათმა მე ვაპატიეო კეც კოლბასარ არის კეცი არა შედებოდი კოლცომ დაგიენოთ ეშობა საკეთებდნენო ცომით მარხვით კიო გავიგეთო ნოახიდან გაიგენ გამჩენი კატასტროფას მოიტანს ყოლავზე ჩემთან მოდიანოთ ეშობა საკეთებენო მაგრამ ჩემთან გერდა გააკეთოთ ეშობაო კი მალე არեց ხამას წაგრეჟვა რო ერთმანეთიდანაო და მოპარულებიო ის დააბრუნონ ისიო
და ხამასი წაგნეჯვაზე, კაცავწვაზე, ოჯახების ლოალეხენ, ღირსებიდან დაგდებაზე, ხალხის განადგურებაზე, სიტყვით მოქმედები წაგლეჯვით, ეცნობრალი დრიერობდა. გამჩენმა მოახსენა ნოახ, მე ჩემსაც ვაპატიებდიო, ჩემთან რაც არის, მე რაც მეხევა, მაგრამ კაცობრიობა შეთვანით კეთს ქოლბას არ. Kimani არის ხამას მიფენემ, ერთმანეთში აკვეო. ამას არ ვაპატიებდიო. რეუბენმა გაჩენა გააკეთა შუა, მაგრამ მამასთან წესერად არ მოუხდია ბოდიში და პასად დაუჯდა. სადამკიცა თორამ რეუბენმა რა შეცოდა, დამკიცა თორამ. შეხვალტო ერეჩიო, არის ერთი თავ და დადგეთო იქანაო და წევლები უნდა დაესახათ, არურები. წეული იყოს ეს კაცი 12 არული წელი იქანა. წეული იყოს ეს კაცი, ვინც რომ ბრმაკაც გადააგდებს გზიდან. წეული იყოს კაცი, არის იქანა ჩამოწერილი სია. მაწევრებში რეუბენიც იყო დახელებული. რა უნდა ეთქვა იქანა ერთი? წეული იქნეს ის ადამიანიო, ვინც რომ მამის საწოლზე ავაო. ლოლეხა. ლაპარაკო გულისხმო, ჩაიდეს უბედურობას. არბინან. შეთავი მამის მეუღლესთან ბარბინან. რეუბენი ცოდო რო გეკეთებინა. დაწერავდა თორა რეუბენი ავიდესო და ეს სიტყვები დაიზახოსო. აგერ ვიცით გემარაში, არის ბეხოროჩი 31%-ზე. წერავს გემარა. ვინც რომ არის ხაშუდი, ახაშუდალ და ვინც რომ არის შევჩერო რაღაცაზე, არა იყვანებენ იმ საქმეში რომ ხალხმა არ ილაპარაკოს იმაზე რომ აი, აუგურდო. თვითონ არის შევჩერელიო და ახლა მაგჯისო და მაგაპარამერკებსო მაგ საქმესავ, ეგე? არ გააწმინო ადამიანი. ნუ ვიცემ ხალხს ალაპარაკოს. რატო აიყვანეს რეუბენი? ამით დამკისა გამჩევა რეუბენი ლოხატა. არ გეუგეთებიაცო. ბეხორი. რეუბენი ბეხორი, ცოდი ჩამდენი არ იყო. რატომ? თუ ასე იყო ცოდო გააკეთა, რატო აიყვანდნენ ამ უბედურობის თქმაზე? რო რეუბენს ელაპარაკა ეს სიტყვები. არურა იშ, აშერიშკავედე შედავი. კიგილა კენაფავი, რაიომერეცე. დამკისა თორემ რეუბენი ბედნიერი იყო. მაშინაც მართლა როცა ეს აბა მოხდა და ბოშემილოცა გამჩენთან ეხი რეუბენ მეალიამოთ დავიკითხეთ 21 ხაში დაიწყო კოინის გულკერძზე რეუბენის ქვამ სიმსკინვალე იმიტომ მიიღო ტიკუნი გამჩენა ბეხორი პირველი მეორე გამჩენი გვიკითხებს რომ ისრაელო თუმცა ყეგერის სოდო ჩაიდინა წერია ისრაელმა მაგრამ წერია ყერებრაბმა გააკეთა თქვენ რო გეგეთებინათ ისრაელის შვილები მინა აბრამის ხაგი იაკობის შვილები სოდო დაგიწერამდი თოტორაშიო შორ ოკესე ვოკესკი ვალედ მოიტანეთ შენთან ყორბანი ხარი დაკალით ვიყეგელ ვახევეს ბენეშანა მე ყეგელ დაგიწერამდი თო ყორბნათაო თუ სოდო გაგვი გაგეთებულიო რო დაგავალეთ ეს დავალება значит ისრაელის შვილი არ იყო გარეული ყეგელში ესავე რა არის ადა ფერიკეცა და რომელიც გეკავიათ თქვენი ამ ბედნიერ დღეს სუკოტში დაგავალებდით ამასაო ვადაბარიშო მართლა ხით გეკეთებინა ცოდო კი ხით მოხდა ცოდო მაგრამ ამ ხის უკან რა იდგა აზრით გაფუჭება აზრის გაფუჭება და სატნების შეტანა თანში აი ეს იყო სენამდვილეში ცოდო ადამიანის მრავი რაბოთაი ნოახმაც ვერ ისწავლა ჭკუა როგადის ნოახი კიდობნიდან მის მაგივრად რომ ჯერ ერთი სანამ კიდობანში შევიდა თავი გადაერჩინა ელოცამის თაობაზე კარგი იქნებოდა ვერ ელოცამის თაობაზე ნოახმა კიდობნიდან გასული აწერია თორაში ვაიტაღ ნოახ იშა ჰადამა აი რა ჩამოვარდა ღირსებიდან ბიჭო ფარაშის დასაწყისში რა იყო ტიტული ნოახის აწერია რა გვიწერეთ თქვით ნოახ იშ ცადიკ თამიმ ბედოროთავ წავიდა ყველა ღირსებები აგერ ამ ხელა ტიტულიდან თამიმი ცადიკი მის თაობაში კაცი არ არსებობდა უკეთესიო და რო გამოდის კიდობნიდან რა იყო მის ტიტული იშა ადამა მიწის კაცი აი იმ ხელა ღირსებას ჩამოვარდა ნოახი როგორ გადაარჩინა მის თაობა დაკარგა თელეხსება ყველაფერი რა გაკეთა ნოახმა წავიდა დარგა ვენახი სხვასაქმე არა გაგაცო ხედა კაცობრიობა წაიშალა ვენახი ვინოს გავაკეთებო მიდრაში მძალებს მიდრაში თანხუმაში არის შემოხტაო სატანი ამას არ როგორც ადამარიშო შეუჩნდა სატანი ესეც ადამი პირველ დღეს ესე პირველ დღეს რო გამოდის და ვენახი უნდა რო დარგას სატანი შემოხტა შალო ყალეხემ შალო
ხო რა შევიო და ვენახ გამო ვინო მინდა კარგადაო დავლიო ბედნიერადაო ცედერგო შუტაფები იყო თორე და შენ სატანი ეუნება და კი ბატონო მოდი ერთად გავაკეთოთო დაიწყენ დარგვა წერია იქანა სატანმა მოიყვანა სატანმა ერთი ლომიო ჯერ ერთი ცხვარი დაკლაო ეუნება ნოხი რა საკეთებოდა მე აგისწიო და მორწყა ამის სისხლით ცხვრის სისხლით მორწყა ვენახი ლომი მოიყვანა ლომი დაკლა მორწყა მის სისხლით ვენახი აი მე ბოდიში და ხუც ვინაკავოთ ხაზირი და ისიც მოიყვანა დააკლა და თან მორწყა ბოლოში მაიმუნი რა არის ეს რატო აკეთება მასაუდა რასაც შენ რგამ ეხლა იცოდეო ამ ხიდან მოხდა ადამიანის ცოდო პირველი კაცისო ესეც იყო იმ ხებში ხურზე ადამიანიო ჯერეო სანამ დაიწყესო და ლევასავ ცხვარი ვიტარიო ვენამ წყნარი ბედნიერი დოლათიანი როცა დალია 2-3 ჭიქაო დაუვარდა თინშიო გონია თავისთავი ლომი რაცა დაიყოს ახო ის ზოჯე ხდება ინერკასო ზოჯი მე ხა ჯამად მასე დამჭყნარი დამდნარი რო შეუბერო წაიქცევა დამიჯერა არის ზოგიერთი და როდალებს და გაიბერება მიქამონი ვერ ქამონი ზონიარი ჩესავი მე კაცო უი ხანა გაგიშდები კაცებს ვინოს ისე ამღერებს ახ ისე ალაპარაკებს ხალხ როგორც ლომი ვიდგნირი ვა ხლა ვებირთერ ადამიანები შეუჩდება რა ხა აი თუ თავის ზომა მაინც კიდე რაღაცა შეიტია კიდევ და სხვადასხვა გავიგე მაგრამ თუ არა უნდა მე ბოდიშიო და პროდუქციის პირუტყვი ხაზირი დასწრილი და ისრება ვალე ხე და შეიძლება და ის რამდენი შეგიძლია დანიო რამდენი შეგიძლია როაცინკო რამდენი გიჭრის აზრი ჭკუა რამდენი გერება და რამდენი არაგრეს მაგრამ მე კი ვალე ხე შენ თავ საბუჭად აიქცე მე კი როცა უკვე ძალიან გადააჭარბე როგორც მაიმუნი ისე ხტუნაოსო და რაღაცაკეთებსო აღარ იცისო ის იყო ჭკუის სასწავლებელიო ახლა ვერ ისწავლა ადამარიშონო და ადამარიშონიდან კიდე ადამარიშონ ვიდან დაისწავლა ადამარიშონიდან მასწავლებელი დაბრუნებული არ ყავდა ვინმე როშეცდან იყო და იმიდან მაგალითი იყო არ ყავდა მაგრამ შენ ნოახო რო ყავსო ადამიანიშონი მაგალითი რო როშეცდა ვინიტაო და აგერაო რა მოხდა ამ ხლაუბედურობაო შენ რაფერ ცდებიო ამიტომ გამჩენმა აი ეს ტიტული მიაწერა ნოახ იშაჰადამა ჩავარდა ხისებიდან ვალე ხე სამი როცა დაიწერა იშაჰადამა როიცა მიდრაში არის სამი ადამიანები არსებობდა კაცობრიოში რომელსაც ტიტული მიცემ ვიცის კაცი ცი დაბალი დონე გასწორებული მიწასთან ღირსებით მათ შორის ნოახი ერთი ძანდებოდა ხუზიაუზე წერია იგი თორსები და არა მნიშვნელობა მხოლოდ ეს არის ჭკუის სასწავლებელი ყველასთვის გამჩენმა ღმერთმა დაგვიყენოს ბედნიერი ზამთარი დოლათიანი ცხოვრება მოხდეს საკადოშ ბარუკო გისურვებთ ყველას თიხრე შანავი კორონოთია დაიწყოს წელიწადმა სიკეთიანმა ბედნიერმა დოლათიანმა მისი კურთხებებით ზამთარი ჯამთელი თავს მიხედეთ ყველა ძალიან გთხოვთ გაიკეთეთ ეს ვაქსინები რაც არის ძალიან გთხოვთ ცუდი ამბები ხდება ყველგან არის მარიში სადაც უყურებთ ახლა მე ამ გაკვეთილ უნდა დავამთავრო იმიტომ რომ აქ სამწუხაროდ მეზობელი კაცი რომელიც არ გაიკეთა ვაქსინები აბძანებულა აგერ შემატყობინეს მაცრობეს საღანა და უნდა გავიდელო აი ეს ლოღამია ამის ჩაწერა მოხდება და აგერ ხერ ამბავზე გავდივარ სხვა გზა არ მაქვს აგერ ახალგაზრდა ბიჭოსაც 7 წლის კაცი აგერ ზოგ გიმელში აბზანდა დასუგბერებში სამი კვირის წინეთ ბანიცა ასუთის რაბი 39 წლის ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი ლოალეხიმ გადაყვა სადაც მესმის მარჯვენა მარცხენა ყველგან რატო არ იკეთებთ ვერ გავიგე ვინ გიჩნდებათ ამნაირი საწნები რომ ამას ვერ გავიგე რა ხდება მიხედეთ თქვენ და ძალიან გთხოვთ და ყველამ გავუთხილდეთ ჩვენ თავებს და ღმერთმა ქნას რომ ყოფილიყო შვიდობა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრება დოლათიანი ფარნასიანი ცხოვრება გენახოთ შვილმამავლის ყველაფერი კარგია ამენ და ისრაელი მომაღლებული იყოს ამენ სოფლიოში შვიდობა ყოფილიყოს ამენ გედეგვა ფაროს გამჩენის კალთა ამენ ირაცონ შანატოვა შანამეთუკა შნად ბრახა შნად რეფუა შლემა ვეხენი ირაცონ ვენომარ ამენ